გამარჯობა, ჩვენ ვიმყოფებით ყვარელში, სოფელ ბალღოჯიანში, კაკლის ბაღში, რომელიც გაშენდა 5 წლის წინ. ჩვენი ჩართულობა ამ ბაღში მოიცავს სარწყავი სისტემის გაუმჯობესებას, სადრენაჟი არხების გაუმჯობესებას, მცენარეთა სხვა ფორმირების გაუმჯობესებას და სხვა უამრავ საორგანიზაციო საკითხზე მსჯელობას. ეს რიგილია აქ გადაჭრა. ესენი დატოვა და შემდეგ წელს ის გადაჭრა. ჩვენი დღევანდელი ვიზიტი მიზნად ისახავს, რომ შევამოწმოთ ჩვენს მიერ დაგეგმილი ოპერაციები როგორ სრულდება და როგორ შესრულდა ძველი ოპერაციები. ეს თვითონ მოკიდათ, ეს ახლა ინდონეზი არ დაწოდა, რომ ჰერბიციდი ვერ დავასხოთ. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული პლანტაცია გამოვასწოროთ და საშუალება მივცეთ, რომ მომგებიანი გახდეს. ამ ადგილზე კაკალი კარგად ხარობს, ერთად შევუწყობთ, იგი მეტი პერსპექტივა. მე იმედიანი განწყობილი, რომ ეს ბაღი გამოვაცოცხლოთ. საქართველოში არსებული პლანტაციებიდან გარკვეული ნაწილი დასაწყისიდანვე არის არასათანადოდ დაგეგმილი და რიგ შემთხვევებში ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ინვესტიცია აღარ გაგრძელდეს. არის რისკები, რომ არ იყოს მომგებიანი. ყველგან აქვს ეს ძველი დაზიანებები. ეს ხე დასუსტდა რამდენჯერმე და ავადდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ფერმერს ურჩიოთ მეურნეობის გაუმჯობესება, რადგანაც ადგილმდებარეობა, განსაკუთრებით კლიმატური პირობები და ნიადაგური პირობები ბუნებრივად მცენარეს დაეხმარა წლების განმავლობაში, რომ განვითარებულიყო იმ დონემდე, რა დონეზეც დღეს არის. ჩვენ ვაფასებთ ასეთი ტიპის პლანტაციებს და ფერმერებს ვაძლევთ რჩევებს. ღირს თუ არა ინტენსიურად გაგრძელება მეურნეობის მოვლის, სადაც მეტი ფონი არის დაავადების, იქ უკვე ტოტები გამხმარია ბოლომდე. ასეთი მიდგომებით ჩვენ ფერმერებს ვეხმარებით, რომ საკუთარი აგრობიზნესი გახდეს უფრო საიმედო და სწორად დაგეგმილი. იატო აგრო გისურვებთ ნაყოფიერ აგრობიზნესს.